ან ტყუპირო ყავს რაღაცაში ხოლმე გამოიყენო ადამიანმა. ეგეც ხო ფაქტია, ჩემი გვარი არის პირველი ხალხო. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპზე აუცილებლად ვიმუშავ ჩვენი ნაკრების მარკეტინგის თიმში. ჯიტუ დამიზახე მეორეჯერ მაფიაში. შეიძლება ვაფშე არც დავდოს ვიდეო, არ ვიცი. ცენტრში არ ვარ. განათება კაია. კარგად ჩვენ ვარ. აი, გამარჯობა ხალხო, მე ვარ ქეთი პირველი. არ ვიცი ამ ვიდეოს საერთოდ დავდებ თუ არ დავდებ. და არ ვიცი ამ არხს რა ქვია, სადაც ეს ვიდეო ან დაიდება ან არ დაიდება. ეს განათება ვერ გავიგებ. ბიჭაკი რატომაც არ ვიცი, იმიტომ რომ უნივერსიტეტიდან მოვედი ახლა. ახლა დამეზარდა მე კიბარემ ამით ჩავწერ ვიდეოს და ხო, აქ მოხსნეთ ტოპი. ტოპიკები ჩამოყრილი რაზე უნდა გილაპარაკოთ დღეს. ხო, დღეს მოგიყვებით ფაქტებს ჩემს შესახებ და უბრალოდ ვიჭორავთ. მოდი დღეს ამ ვიდეოს უბრალოდ ვიჭორავთ. ეხლა რატომ მომიდა საერთოდ ამ ვიდეოს გადაღება რა? რატომ ვიდეო? იუთუბერობა ბავშვობიდან მინდა, მაგრამ ბასტომ გააკეთა არხი, სადაც ანუ არაფერს არ აკეთებს იდეაში, ანუ კი აკეთებს, მაგრამ ისეს კონტენტს არ ქმნის ღირებულს. უბრალოდ აქ რაღაც ჩარჩო აქვს. და ესე ლაპარაკობს თავის აზრებს და ფიქრებს. ხო და მეც მაგიტომ მომიდა YouTube არხის გაკეთება, რომ კი არ არის ეგრე ძალიან რთულიც. არაფერი დიდი არ სჭირდება რა. ეხლა ეს მიკროფონიც გამოვწერე თემიდან. განათება აი, ჩემი განათება, სახში რაც მოგვეპოვებოდა და ტელეფონით ვიღებ ეხლა რა. რაღაცა უნდა მეთქვა. ხო, რა უნდა მეთქვა? ვარ 19 წლის. ამჟამად ვარ მეორე კურსზე, უბრალოდ ვამთავრებ მეორე კურსს, სწავლობ მარკეტინგის ფაკულტეტზე, ბიზნეს ადმინისტრაციის მარკეტინგზე, შავიზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. კიდე ერთი ფაქტი ჩემს შესახებ არის ის, რომ მყავს ტყუპისცალი და ანი პირველი, ამოვანათოთ ფოტო მისი. ხო, ეხლა რაც შეეხება YouTube-ს ზოგადად. YouTube-ზე მაქვს ერთი სათქმელი რა. ისეთ ხარისხს ხდებენ ჩვენი YouTuber-ები. ისეთ კონტენტს ხდებენ, რომ აღარ არის ადგილი იმისთვის, რომ აი ჩვეულებრივი ვიდეოები გადაიღო რა და ზოგჯერ თვითონაც ამბობენ იმის სიცოცხლე ნიკოლატოზი რომელიღაცა აღარ მახსოვს. მომენატრაო ის დრო, როცა პროსტა ვჯდებოდითო კომპიუტერთან და ვარეაქტებდით რაღაცას რა. გეთახმებით, ანუ აღარ არის ქართულ YouTube-ზე ისეთი ვიდეოები, ბევრი ვიდეოები, რომ ესე დაჯდები და პროსტა ილაპარაკებ. უფრო არის კონტენტის შექმნაზე, ედიტინგზე, მოგზაურობაზე და ასე შემდეგ. ისეთი გრანდიოზული ვიდეოები რა. ხო და აღარ გვინდა, არა კი გვინდა. მე ვერ შევქმნი ეგეთ გრანდიოზულ ვიდეოებს, ამიტომ დავიწყებ ესე და მე ვნახოთ. ხო, სხვა შორის YouTube-ზე აქამდე ვარ გამოჩენილი, უბრალოდ შეიძლება არიცით ზოგმა თქვენგან, მე არ გახსოვარ შეიძლება ყოველ შემთხვევაში. მე ვიყავი მაფიის ერთ-ერთ ეპიზოდში, სტუდენტების ეპიზოდი რო იყო მაშინ, მე 6 ნომერი ვიყავი, დონის კატია მომივიდა, ჯითუს მოკითხვა აქედან. ხო, შეგიძლია კიდე დამიძახო ჯითუ, გამიხარდება ძალიან. დიდი სიამოვნებით მოვალ ვითამაშებ, თან აი YouTube-იც გავხდი, დავიწყე. ალბათ თუ დავდე ეს ვიდეო საერთოდ. რაც შეიძლება საინტერესო იყოს, წეგან რო ახსენე რომ ტყუპისცალი დამყავს მეთქი. ერთხელ ჩემაგივაც ბუღალტერის კვიზი დაწერა. ხო, ეხლა რაც შეეხება ამ არხის განვითარებას და რა კონტენტი დაიდება აქ რა. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ალბათ კიდე ძალიან მაინტერესებს მარკეტინგული კამპანიები და რეკლამები და ეხლა მეტროში რომ მოდიოდი კაკრას უკაცრავად ზუსტად მაგას ფიქრობდი მეთქი რა ვიდეოები უნდა გადავიყო რაღაცები და ახალი კამპანია აქვს ჩაშვებული TBC ბანკს და ისეთ საინტერესო იყო რა ქვია ბილბორდები ძალიან ლამაზია ერთ-ერთი მომეწონა ძალიან აი ეს ჯირი ფოტო რა მომაფიქრდა რომ დავარეაქტებ ხოლმე სხვადასხვა კამპანიებს რა მარკეტინგულ კამპანიებს მართალია ჯერ არსად არ მიმუშავე როგორც მარკეტერი მაგრამ მგონი არა ვარ ცუდი მაგ სფეროში და ლაპარაკი შემიძლია ხალხო ძალიან ბევრ რაღაცაზე იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჰობი მაქვს 7 წლები მაქვს დამთავრებული ფორტეპიანოზე დაკვრა ვიცოდი ეხა აღარ ვიცი თუ არ ვიცი გუნდშიც ვმღეროდი კიდე 8 წელი დავდიოდი ცეკვაზე ქართულზე ხატვაც ვიცი მიყვარს ამოვანათოთ ჩემი ნახატები ჯანდაბას ანუ პრო არა ვარ, მაგრამ სნოუბორდს რეალებ, დიახ. მანქანის ტარება ვიცი, მაგრამ პრავა არ მაქვს. ჯორჯობით. მაგას ვაპირებთ მე და ჩემი და რომ ავიღოთ ეს თქვა თუ ალბათ ეს არის თქმება და ამას ამოვჭრ. ანუ ტყუპი რო ყავს რაღაცაში ხოლმე გამოიყენო ადამიანმა. ხო, ფაქტებში მინდა ისიც გავიგო რა, მიზნები და ოცნებები რა მაქვს, ესე რომ ვთქვა. ძალიან მინდა ხალხო, ეხა მარკეტინგზე ხო ვსწავლობ და სპორტზე ვარ ძალიან შეყვარებული, განსაკუთრებით ფეხბურთზე. და სპორტული მარკეტინგი ძალიან მაინტერესებს. და ჩვენი ნაკრების მარკეტინგის თიმში მუშაობა არის ჩემი მიზანი რა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპზე აუცილებლად ვიმუშავ ჩვენი ნაკრების მარკეტინგის თიმში. ისე მინდა რამე დიდი ორგანიზაციის გაყიდვებში მუშაობა. აი, ერთ მანქანას რო გაყიდი და ერთი ადამიანის წლის ხელფასს რო. არა, ესე ძალიან ის გამოვჩნდები.
მატერიალისტი, მაგრამ სხვა რაღაცებიც მინდა პარაშუტიდან გადმოხტომა. კიდე მინდა მოგზაურობა კუბა, ბალი, აი ეგეთი ადგილები, კუნძულები რა, ძალიან მინდა. და კიდე რა მინდა? ხო, კიდე მინდა აი ის ნიკა აღარ მახსოვს რა გვარია, ქარუს დამფუძნებელი რო წავიდა ამერიკაში იყო მგონი, თვითფრინავის იმაზე რომ მიებარა ესე. აი ეგ მინდა ძალიან, ეგ ვიდეო რომ ნახე, მეთქი ეს უეჭველი უნდა გავაკეთო. თან ძვირი არ ღირს რა, $3000 თუ რაღაც. იმ პარაშუტიდან გადმოხტომაც არ ღირს ძვირი, პროსტა პარაშუტიდან თუ გადმოხტები, ისეთ ადგილას უნდა გადმოხტე, დუბაიში უნდა გადმოხტე, დუბაიში წასვლაც არ ღირს ძვირი რო რამე. პროსტა მაგისტრის მუშაობა გჭირდება. პროსტა რამდენჯერ თქვი პროსტა. მაგისტრის მუშაობა გჭირდება რა და ჯერ მე არ მუშაობ არსად. ჯერობით. ჩაგიწერთ ვლოგებს, სხვადასხვა ტიპის ვიდეოებს. გვექნება პოდკასტები ჩემთან ერთად, რომელსაც მოვიყვან და გადავაღებინებ ვიდეოებს ჩემთან ერთად. რამე experience თუ მივიღებ ცხოვრებაში. ხო, მაგის თქმა მინდოდა ზუსტად. ამ ბასტოს შენი ამარი გოგო ბასტოს ვიდეოების რა მომწონს რა და რას დავაკვირდი მე თვითონაც ანუ მაყურებელი YouTube-ს უყურებს ორი მიზეზით ერთი იმიტომ რომ კონტენტი აინტერესებს და მეორე იმიტომ რომ თვითონ ის კონტენტ კრეატორი აინტერესებს რა ანუ YouTuber-ი აინტერესებს ვის ვიდეოებსაც უყურებს და ჯობია რომ თვითონ YouTuber-ი გაინტერესებდეს პერსონალურად ამ შემთხვევაში მე გაინტერესებდეთ და ისე უყუროთ კონტენტს ვიდრე იმიტომ უყურებდე რომ აი პროსტა ვიდეო დადო ისეთ თემაზე რომელიც შენ გაინტერესებს მაგალითად მოგზაურობაზე ან რაღაცაზე რა და უფრო კაია რომ მე გაინტერესებდეთ პერსონალურად და ესე ჩემ ნებისმიერ ვიდეოს უყურებთ რა და გაინტერესებთ. ხო და ბასტოც მაგას იძახდა თავის ვიდეოში იდეაში რომ იმიტომ გავაკეთე ეს არხი რომ პერსონალურად მე მიყუროთ ჩემ განვითარებას უყუროთ და ეგრე ვფიქრობ მეც ხა რამდენი წელი რომ გავა შეიძლება ვაფშე არც დავდო ეს ვიდეო არ ვიცი. რამდენი წელი რომ გავა ალბათ იმას ვიდამო დავიქრინჯები რომ რაღაც მსგავს იმიტომ რომ ყოველთვის ეგრე ხდება რა. ეხლა დღეს რო გადავხედავ ჩემ 2 წლის წინ და თუნდაც ჩაშანდელ სტორებს და ფოტოებს მეთქი რაღაც ესეთი ვარ. მაგრამ anyways ეს არის ცხოვრება ვითარდებით ვიზრდებით რა სპონსორები ჯერ არ მოგმართავთ მაინც ჯერ არ მინდა ჯერ სპონსორები არ მინდა ჯერ მე თვითონ მივხვდე რა კონტენტის კეთება მიყვარს და მე დაგიძახებთ სპონსორებსაც რო რამე არა ხო კიდე ფაქტი ჩემს შესახებ ის არის რომ მთელი 1 წელი ჩემი ცხოვრების 1 წელი YouTube vlog-ებად მიდევს როგორც private-ად და მარტო მე და რამდენიმე ადამიანი ნახულობთ ასე რომ მე ისედაც ვიყავი YouTuber-ი უბრალოდ თქვენ არ იცოდით ამის შესახებ ეგეც ხო ფაქტია რომ ჩემი გვარი არის პირველი ხალხო ბევრს იცნობთ ამგვარად ხო და ეს გვარი რაღაცნაირად იმაშიც გადამდის ხოლმე ხასიათში რომ სულ მინდა რომ აი პირველი ვიყო და ეგ ხანდახან ცუდია იმიტომ რომ ძალიან ჯიბდი ვხდები მე და თამაშებშიც აი ეს მაფიაშიც რომ წავაგე ეგეც ძალიან მეწყინა ვინც მიცნობთ მოკითხვა სუპორტი გამოიჩინეთ ლაიქები კომენტარები რაღაცა ისა გაკოცეთ ყველას მიყვარხართ გულში ხართ პაკა სანამ ჩემი ტელეფონი გაიჩა კარგად ჩავაკრა მორჩა კიდე რამე ჩაწერა ხო აშკარად კუდი არ მიხდება და სხვა ვარცხნობაში და ჩამეწერა ეს